გამარჯობა, ვაგრძელებ საუბარს ადამიანის ემბრიონული განვითარების მეორე პერიოდზე, კონკრეტულად მეხუთედან მერვე კვირის ჩათვლით და ასევე დღევანდელ ლექციაში შევეხებით მესამე პერიოდს, ანუ ნაყოფის პერიოდს. განხილვას დავიწყებთ ამ ნახატიდან, აქ ნაჩვენები არის 20 დღის ნაყოფი და ჩვენ ეს გავლილი გვაქვს პრინციპში, ანუ წარმოიდგინეთ, აი ამ სურათზე ნაჩვენები ნაყოფი უბრალოდ ამოტრიალებულია და ვერტიკალურ მდგომარეობაშია ნაჩვენები. აი ეს კრანიალური ნაწილი არის ზემოთ, აი ეს ნაწილია კრანიალური და ეს არის კაუდალური. განვიხილოთ, რა სტრუქტურები გვაქვს ამ სურათზე. როგორც ხედავთ, აი აქ არის წინა ტვინი, ანუ ეს წინა ნაწილი. აი ეს შემაღლება წარმოადგენს გულის შემაღლებას, ქვემოთ უკვე ყალიბდება ჭიპლარი, ნუ სრულყოფილად არ არის ჯერ მე-20 დღეზე და თვითონ ნაყოფის ზომა ამ დროს არის 3 მმ. შემდგომ დინამიკაში, როგორც ხედავთ, ჩნდება მე-4 კვირის პერიოდში, აი აქ თვალის პლაკოდა და ვიცით, ხვდებით რაც ყალიბდება აქედან. აქ ზედა ნაწილში არის ყურის პლაკოდა, შემდეგ ნაწილში იქნება ნაჩვენები. აქ შუა ნაწილისკენ ანუ შემაღლება ბუნებრივია გულის რჩება და ყალიბდება გული აქედან. აქ გვაქვს ასევე ზემო კიდურის ჩანასახი, აქეთ ქვემო კიდურის ჩანასახი, ჭიპლარი და როგორც ხედავთ, აქ აი სომიტები არის ასე განლაგებული. ამ ნაწილში ჯერ დახურული არ არის, აი ეს არხი ასეთი ღია არის. შემდგომ ნახატზე, როგორც ხედავთ, აქ არის ნაყოფი 8 კვირის, მისი ზომა არის დაახლოებით 2,5 სანტიმეტრი და უკვე უყალიბდება, აი როგორც ხედავთ, ყურის პლაკოდა არის აღნიშნული, ეს თვალის პლაკოდა არის, კიდურები გვაქვს და თითები ყალიბდება როგორც ზემო კიდურზე, ასევე ქვემო კიდურზეც. აი ეს ნაწილი ჭიპლარს წარმოადგენს. რაც შეეხება, აი ეს არის წარმოდგენილი მეორე პერიოდი და აქეთ უკვე გადავდივართ მესამე პერიოდზე, ანუ 8 კვირის შემდგომ მე-9-დან მე-12 კვირის პერიოდში, ანუ ჩანასახოვანი პერიოდი, ასეც ქვია მას. აქ უკვე ჩამოყალიბებული არის როგორც ზემო კიდურები, თავისი თითის ნაწილებით, ასევე ჭიპლარი სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული. სახის განსხვავება შეგვიძლია ჩვენ, აი როგორც ხედავთ, უკვე თვალი ჩამოყალიბებულია, ყურიც და თვით ნაყოფის ზომა არის დაახლოებით 6 სანტიმეტრი. აქ რაც არის ზომები მოცემული, ბუნებრივია, რომ აპრიორი არ არის ასეთი, შეიძლება იყოს მცირედი სხვაობა. ეს ამ პერიოდში აი ესეთი მრავალი ცვლილებები გვხდება და შემდგომ უკვე როგორც წესი ნაყოფში ისეთი განსაკუთრებული ცვლილება არ მიმდინარეობს, უბრალოდ ნაყოფის ზომაში მატულობს დაბადებამდე და ბუნებრივია დაბადების შემდგომაც იზრდება ბავშვი და ამის პარალელურად სასურველია რომ გარკვეული სახელმძღვანელოებით ისარგებლოთ ეს ლექციები დაგეხმარებათ ზოგად წარმოდგენაში და იმედი მაქვს ინტერესს გაგიჩენთ იმაში რომ უფრო უკეთესად გაეცნოთ ამ ინფორმაციას და დაწვრილებით შეისწავლოთ. დღეს ჩვენ კარგ პერიოდში გვიწევს ცხოვრება იმიტომ რომ მარტივი მისაწვდომი არის ყველა ინფორმაცია. თან რაც შეეხება ემბრიოლოგიას, ანატომიას, ფიზიოლოგიას, ხო, ძალიან ბევრ კვლევებზეა ეს დამყარებული და მარტივად შეგვიძლია ამ ყველაფერს ვენდოთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და გისურვებთ წარმატებას.